რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები უკვე 96 დღეა იკრიბებიან, აქცია განახლდა. ქვეყნის მთავარ გამზირზე, ისევე როგორც გასულ დღეებში, დღესაც მოქალაქეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად კვლავ შეიკრიბნენ. ფილარმონიიდან დაიძრა დედების მარში. მსვლელობაში ის დედები იღებენ მონაწილეობას, რომელთა შვილები ამ დრომდე დაკავებულები არიან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საუბარი ამერიკული ფარას ზუსტ ასლზე. ამერიკაში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციასა და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებითა და ინტერესებით მოქმედებენ. კანონპროექტის მიხედვით, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების არ შესრულების ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული. კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის დარღვევა დაიჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე. მდიდარი NGO-ები, რომლებიც შემჩნეული არიან მავნებელ სამუშაო, მავნებელ საქმიანობაში, ეს კოლექტიური გიგაურების და ლომჯარიების NGO-ებს გულისხმობთ, არ დარეგისტრირდნენ ამ გამჭვირვალობის რეესტრში და მათ ურჩევნიათ, რომ გადაიხადონ რაღაცა ტიპის ჯარიმა, ოღონდ მათი ფინანსები არ იყოს გამჭვირვალე, ვინაიდან იქ ძალიან ბევრი რაღაცა გახდება ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის. სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი ბრუნდება. დღეს იურიდიულ კომიტეტზე სისხლის სამართლის კოდექსში შესატანით ცვლილებებიც განიხილეს. ოცნების გადაწყვეტილებით სამშობლოს ღალატად ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ღალატის მუხლი კანონმდებლობიდან ნაციონალურმა მოძრაობამ 2007 წელს ამოიღო. ჩვენ დღეს ვიხილავთ საკითხს, რომელიც წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს დებატებს და კითხვებს უჩენდა ქართულ საზოგადოებას, კერძოდ 2007 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღებას. ანუ რატომ გაქრა ეს მნიშვნელოვანი მუხლი მაშინ სისხლის სამართლის კოდექსიდან, თანაც ეს პროცესები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ პროცედურების სერიოზული დარღვევით წარიმართა. ეს იყო ნაბიჯი, რომელმაც შიდა საფრთხეების მიმართ საქართველოს დაუცველი დატოვა. მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. პროექტი 14 ძირითად ცვლილებას მოიცავს. მათ შორის იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას პოზიციის გამოხატვა. პირს, რომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, უნდა მიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება. პასუხი უნდა გაშუქდეს სამართლიანად და ზუსტად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არასრულწლოვან პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს. პროექტის ავტორების განცხადებით კანონპროექტის მიზანია ისეთი მედია გარემოს შექმნა, რომელიც დაიცავს ერთი მხრივ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და ასევე მოქალაქის უფლებებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ისეთ მექანიზმს, რომელიც დახვეწავს საკანონმდებლო ჩარჩოს იმ კუთხით, რომ დაცული იქნება როგორც ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, ასევე სამართლიანობა და მიუკერძოებლობა, აღარ იქნება შესაძლებელი ომისა და პროპაგანდის, ასევე ასაკობრივი შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხების დარღვევით გაჟღერება მაუწყებლობის მიერ და საბოლოო ჯამში იქნება ისეთი მექანიზმი, რომელიც თავისთავად დაიცავს როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე მაუწყებლობის ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, ამავდროულად უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების უფლება, რომ მიიღოს სწორი და ჯეროვანი ინფორმაცია, მათ შორის სამართლიანობის და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტით და საკანონმდებლო ჩარჩო იყოს ზუსტად ისეთივე, როგორც ეს არის დიდ ბრიტანეთში.
დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უხმანალებმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. რეგიონში თოვლის საფარმა მაღალმთიან სოფლებში 2 მეტრს გადააჭარბა. განსაკუთრებით რთული იყო ვითარება ბაღდადში, ვანში, ხარაგაულსა და სამტრედიაში, სადაც სამაშველო ჯგუფების მობილიზება გახდა საჭირო. სტიქიასთან ბრძოლაში კვლავ ჩართულია თავდაცვის ძალები. ამ დროის მდგომარეობით ჩაკეტილია 6 სოფელი. მუნიციპალიტეტში 2 დღეა მოსახლეობას საჭიროებისამებრ მიეწოდება პროდუქტი და პირველადი დახმარების ნივთები. დიდთოვლობის შედეგებს კვლავ ებრძვიან გურიაში, სადაც ამ დროისთვის თითქმის სრულად არის გაწმენდილი ცენტრალური გზები, თუმცა პრობლემებია კომუნალური სერვისების მიწოდების კუთხით. ბოლო მონაცემებით რეგიონის მასშტაბით ბუნებრივი აირი 170 ოჯახს არ მიეწოდება. ელექტროენერგიის გარეშე კი 110 აბონენტია. სოფლებში მობილიზებულია ჰუმანიტარული მიკროშტაბები. ძალიან დიდი ზარალი მოუტანა ამ სტიქიამ გურიას. არ ვიყავით ამისთვის არც გურულები მზად, ესე რომ ვთქვათ, და არც ხელისუფლება არ იყო ამისთვის მზად. დაზიანდა ძალიან ბევრი სახლი, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უსახკაროდ. უწმენდავია გზა. თქვენც ხედავთ ამას. ახლანდელ პრობლემად ეხლა ყველაზე მეტად საშიში ის არის, რომ აი ამდენი თოვლი რო დადნება და ამდენი მეწყერ საშიში ზონები როა. ამდენი თოვლი დადნება, მე სად უნდა წავიდეს. ალბათ ამისთვისაც უნდა ვიყოთ ეხლა გურულები მზად, როცა ეს თოვლი დადნება რა უნდა მოხდეს შემდეგ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცახნას განცხადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს და დეპუტატებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. განკარგულება ძალაში დღეს 3 მარტს შევიდა. ესტონეთის შემდეგ ლიეტუვამ კიდევ 74 ქართველ ოფიციალურ პირს ქვეყანაში შესვლა უკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. როგორც მინისტრი პლატფორმა X-ზე წერს, ლიეტუვამ 74 ქართველი ჩინოვნიკი საქართველოს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო იმ ადამიანების სიაში დაამატა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. მისი თქმით, ლიეტუვა დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებაში ქართველი ხალხის გვერდით დგას. განუსაზღვრელი ვადით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა საქართველოს 16 მოქალაქეს ლატვიამაც. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაია ბრაჟემ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მე დავამატე საქართველოს 16 მოქალაქე ლატვიის არასასურველ პირთა სიაში. აუკრძალე მათ ქვეყანაში შემოსვლა განუსაზღვრელი დროით. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმიგრაციის კანონის 71 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაწერა მან. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ასევე ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების ვებგვერდზეც. განცხადებაში არ არის მითითებული რა იყო პერსონა ნონ გრატად გამოცხადების მიზეზი და კონკრეტულად ვინ მოხვდა სიაში. ზელენსკი გონს უნდა მოეგოს, ან უკრაინას სხვა ვინმე უნდა უხელმძღვანელოს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რაღაც უნდა შეიცვალოს, ან ის უნდა მოეგოს გონს და მადლიერებით დაბრუნდეს, ან ვინმე სხვამ უნდა მიიყვანოს ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. ეს უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ, აღნიშნა ჯონსონმა. მისი თქმით, ტრამპი ცდილობს ორივე მხარე მშვიდობის წერტილამდე მიიყვანოს, თუმცა ზელენსკის ქმედებებმა აჩვენა, რომ ის ამისთვის მზად არ არის. ის რაც პრეზიდენტ ზელენსკიმ თეთრ სახლში გააკეთა ფაქტობრივად მიგვანიშნებს, რომ ის ჯერ არ არის ამისთვის მზად. ფიქრობ, ეს დიდი იმედგაცრუებაა, განაცხადა ჯონსონმა. სპიკერმა მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს და განაცხადა, რომ ზელენსკი ყვიროდა და აწყვეტინებდა საუბარს თავის თანამოსაუბრეს, იმის ნაცვლად, რომ გამოეხატა მადლიერება იმ უდიდესი დახმარებისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მის ქვეყანას გაუწია. ამასთან ჯონსონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები წიაღისეულის მოპოვების უფლებების შესახებ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. უკრაინის პრეზიდენტის მიმართ კრიტიკული იყო მაიკ ვოლციც. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება უკრაინის ლიდერი, რომელიც მზად იქნება უზრუნველყოს რუსეთთან ხანგრძლივი მშვიდობა, მაგრამ არ არის ნათელი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ამისთვის მზად არის. ჟურნალისტის კითხვაზე სურს თუ არა ტრამპს ზელენსკის გადადგომა, ვოლცმა განაცხადა, ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელსაც შეუძლია ჩვენთან თანამშრომლობა, საბოლოოდ რუსებთან მოლაპარაკება და ამ ომის დასრულება, განაცხადა მაიკ ვოლცმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლონდონის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. Sky News-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს არჩევნების ჩატარების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ის ნატოში გაცვლადია. მე უკვე ვთქვი, რომ ნატოში გაწევრიანებაში ვცვლი. ნატოში გაწევრიანება იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩემი მისია შევასრულე, აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან ზელენსკის თქმით, მისი შეცვლისთვის მხოლოდ არჩევნების ჩატარება საკმარისი არ იქნება. ჩემი შეცვლა ადვილი არ იქნება, რადგან არ არის საკმარისი მხოლოდ არჩევნების ჩატარება. თქვენ მოგიწევთ ხელი შეუშალოთ ჩემს მონაწილეობას და ეს ცოტა უფრო რთული იქნება. თეთრ სახლში ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების დაპირისპირებას რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. როგორც პესკოვი აცხადებს, თეთრ სახლში მომხდარი აჩვენებს, რამდენად რთული იქნება უკრაინის გარშემო სიტუაციის დარეგულირება. კიევის რეჟიმს და ზელენსკის მშვიდობა არ სურთ. მათ სურთ ომის გაგრძელება, ასე რომ ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ვაშინგტონის ძალისხმევა და მოსკოვის სურვილი აშკარად არ იქნება საკმარისი, აცხადებს დიმიტრი პესკოვი. პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი განაგრძობს დიალოგს ვაშინგტონთან. რჩებიან ქვეყნების ჯგუფები, რომლებიც შეადგენენ ომის პარტიას და რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას განაგრძონ უკრაინის დახმარება ომის მხარდაჭერისა და საომარი მოქმედებების გაგრძელების თვალსაზრისით. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა სწრაფად გამოსვლა სამშვიდობო პირობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩნდება სამშვიდობო გეგმების პირველი მონახაზები, აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა. პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ კოლექტიური დასავლეთი კარგავს თავის კოლექტიურობას და მისი ფრაგმენტაცია დაიწყო. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ მათ უსაფრთხოების ყოვლის მომცველი გარანტიები სჭირდება, რაც გულისხმობს იმას, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დააყენონ. ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპის ხელახალი შეიარაღება უნდა მოხდეს, რისთვისაც 6 მარტს ის ლიდერებთან ყოვლის მომცველ გეგმას წარადგენს. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი. განვიხილეთ ყველაფერი, რაც უკავშირდება მშვიდობას სიძლიერის მეშვეობით. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ყოვლის მომცველი გარანტიები. ეს გულისხმობს, რომ უკრაინა უნდა დავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ მას ჰქონდეს საშუალება განამტკიცოს და დაიცვას თავი ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გაძლიერებამდე. მეორე ელემენტი, რომელიც მე შემოვიტანე განსახილველად, არის ის, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ევროპის ხელახალი შეიარაღება. ამასთან მე 6 მარტს ლიდერებთან წარვაგენ ყოვლის მომცველ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება. ერთი რამ ძალიან ცხადია, ჩვენ უნდა გქონდეს მნიშვნელოვანი ზრდა თავდაცვაში და ჩვენ მართლაც უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები, განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის საკითხზე ლონდონში გამართულ ლიდერების სამიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ მშვიდობის ნაცვლად ომის გაგრძელება სურთ. ევროპელმა ლიდერებმა ლონდონში გადაწყვიტეს, რომ მშვიდობის არჩევის ნაცვლად ომის გაგრძელება სურთ. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი. ეს არის ცუდი, საშიში და მცდარი. უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება, წერს ორბანის სოციალურ პლატფორმა X-ზე.